ყოველმა სოხუმელმა და არა მარტო სოხუმელმა, გაგრელმაც, ოჩამჩირელმაც, გალელმაც და მთელი აფხაზეთის მოსახლეობამ იცოდა, იცის და გვინდა რომ სხვებმაც კარგად იცოდნენ რა არის ეს ბრეხალოვკა. მე პირადად სულ მეგონა რუსული სიტყვაა, რომ ბრეხალოვკა რაღაც ესე რუსებს უკავშირებდი ჩვენ. მე რო ლექსიკონებში ჩავიხედე, მე ვნახე ყველაფერი, არა, ეს არის უკრაინული სიტყვა, ის ბალაკად კიდე, პაიდონ პაბალაკაემ, აი რომ წავიდეთ ვილაპარაკოთ, ვილაყბოთ დაახლოებით ასე. ის კიდევ თურმე ბალაკად ეს არის უკრაინული სიტყვა. ნუ აქ სიტყვები იმდენად მთავარი არ არის, მთავარი არის ის ურთიერთობა, რაც იყო იმ თავშეყრის ადგილას. პინგვინს, რომელიც აუცილებლად უკავშირდება ამირან გაგუას სახელს და ამირანის პინგვინსად მოიხსენიებენ დღესაც და იყო კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი ეს სასტუმრო რიწის წინ და ეხლაც არის დღევანდელ სოხუმშია. ამ თავშეყრის ადგილებზე, სადაც არა მარტო ყავას სვამდნენ, გვექნება საუბარი. დავიწყებთ სოხუმით. სოხუმს ჰქონდა თავისებური ჟარგონიც არ იყო, სლენგიც არ იყო, ენა იყო ესეთი, რომელიც იყო სინთეზი რუსული, ქართული, აფხაზური, ბერძნული, სხვა ენებიდან, უკრაინულიდან, სომხურიდან, რაღაც აი ესე შეკავშირებული ისეთი წარმოქმნილი ენა, რომელიცაც მხოლოდ სოხუმელი თუ გაიგებს ყველაზე კარგად. და ბრეხალოვკას რომ ვიხსენებ, ბრეხალოვკაში იყო განტვირთვის საშუალება. თქვენ გახსოვთ კარგად ვოვახაშბა. ეს იყო კოლორიტი, სოხუმის ეს იყო წვრთნელი ქალთა კალათბურთის გუნდის, რომელსაც ჰქონდა კოლექცია სომბრეროების, კაუბოური ქუდების და მე მახსოვს ის და მისი გოგონები კალათბურთიდან რამდენჯერმე ესე იგი დაიხურავდა ამ ხუთს და მასთან ერთად იღებდნენ ხოლმე სურათს და ერთ-ერთი გადაცემა იყო მოსკოვიდან ომი ახალი დამთავრებულია და უყურებ ტელევიზორს და ამ დროს ჟურნალისტი ამბობს ახალგაზრდა კაცი სოხუმში და ბრეხალოვკაზე იძახის და ვოვას ეუბნება რომ რაღაც კითხვებს აძლევს და მე უცებ ეუბნება რომ აიო თქვენო ქართველები ყავდათო მეგობრებიო საერთოდ და ვოვამ შეხედა მას მოიხადა ეს თავისი ქუდი და გაბრაზებულად დააგდო მაგიდაზე და დაიყვირა რა შენო არ გესმისო ერთი რა ამოდენე კაცი ხარო და მეგობრებსო ეროვნების მიხედვით არ ერჩევენ ჩემ ამირა მე ვიცი რომ შენ ძალიან ახლოს იყავი მასთან ვახაჟვას მე მომნათლე ვახაჟვა მივდიოდით მანქანით აი ჩვენი ეკლესია რო იყო სოხუმში გააჩერა მანქანა და მეუბნება ამეო მონათლული არა ვარ და მინდა შენ ჩემი ნათლე იყო ჩვენ მე ვუთხარი არა ვარ მზად ეხლა ხო ამ ჯვარი ჭირდება ეს არა როგორც ვართ ისე შევიდეთ და შევედით ეკლესიაში გამოვიდა მგდელი მე ვუთხარი უნდა მომნათლო ეს კაცი და მაგი ვოვა არის ჩემზე უფროსი 20 წლით იყო ხო მიყურებს შენ უნდა მონათლო თუ შენ უნდა მომნათლოს არა მე ვუთხარი არ არის მონათლოი მე უნდა მომნათლო და მომნათლე ვოვა და ვიყავი მაგის ნათლეები ნუ რამდენჯერ ბედნიერი უნდა იყო კაცი დაიბადო საქართველოში დაიბადო სოხუმში ამ ქალაქში რომელსაც ნაციონალობა არ გააჩნდა შენ თქვი ამაზე ილაპარაკი საოცარი ქალაქი იყო იმიტომ გვინდა ეს გავიხსენოთ რომ ეს ახალგაზრდობა მიცოდეს აი როგორი ურთიერთობა იყო ეს უნდა გადაეცეს ესტაფეტურად და ბევრი სასაცილო ესეთი მომენტები იყო იცნობდით ალბათ ყველა იცნობდა სოხუმში ოთარ ჟღერიას ჩვენ თანაკლასელები ვიყავით და არაჩვეულებრივი კაცი იყო ძალიან მოსწრებული და ახალგაზრდა ბიჭები ვარ 17-18 წლის და აი ძველი აფსნი რო იყო იქ დგევართ და გვინდა დავრეკოთ სადღაც წვიმს რაღაც ძალიან ცუდი ამიდია და პატარა გოგონა ვიღაცა ისი ჩვენი ხნის შევიდა და ძალიან დიდხანს არ გამომდის რა ერთი 40 წუთი გავიდა და ნუ ძალიან დავსველდით ქცივა მაგრამ დასარეკივა და გამოვიდა და უცებ ოთარი ეუბნება დიოშკა პაკავი ნარაგადალის мы тут зачкурели говорит გამეკეთა ვისაც მეგრული ესმის ისინი მიხვდებიან რაზე ლაპარაკი ხო ეს გოგონა იმდენს იცინოდა რომ დაჯდა მიწაზე და 20 წუთი იცინოდა რა აი მოვედით ხასიაძეს უყველა ედუარდ ედი გავსოთქე ჭანდურია ეს კოლორიტი იყო მეცახელი ჰქონდა დოცენტი არა და სინამდვილეში კათედრის გამგე იყო და დოცენტი იყო იქ თამაშობდნენ ჭადრაკს და თამაშობდნენ 1 რუბლზე 1 რუბლზე 1 მანეთზე თამაშობდნენ და ნუ აგებდა ვიღაც მოიგებდა და
ედიკმა იმ დღეს მოიგო ერთი 10 თუ 12 რუბლი იმდენ ესე იგი პარტია და მე არავინ არ თამაშობს უკვე არა აქვს ვიღაცას ესე ბიჭებს არ ქონდათ ეს ფული და ბოლოს ნახა პალტოში კაცი ზის ხო და უყურებს ზღვას და ცილინდრი ახურავს და უთხრა აიო თუ შეიძლებაო ჩვენო ჭადრაკს თამაშობ და მოდი ვითამაშოთ რომ ჩემპიონი მე ვარო აქო და რაღაც თან იმათ ამცირებს ვითომ და ხუმრობით და კარგი უთხრა იმ კაცმა გააკეთეს 5-6 სვლა წააგოედიკმა მიცა მანეთი კიდევ 5-6 კიდევ მანეთი კიდევ რაღაცა და მეტი არა აქვს ფული და ედიკმა თქვა ესე გასწორდა წელსში და მე ახტაცებული ვარო დოცენტ ჭანტურია ეუბნება და ის კაცი ეუბნება გროსმაისტერს მისლოვ თურმე გროსმაისტერს ეთამაშა ანუ ის მინდა თქვა რომ ძალიან ცნობილი ხალხი კოსმონავტიდან დაწყებული ეს იყო მოჭადრაკე სპორტსმენი ცნობილი ადამიანი მოდიოდნენ სოხუმი იზიავდა მაგნიტივით ბატონო გურამ თქვენ გახსოვთ სოხუმის დინამო თავის დროზე საბჭოთა კავშირის თაზე შეხვდა მინსკის დინამოს. კი, 1-0 მოიგო, დოჩიამ გაეტანა გოლი. ხო და სად არის ბილეთები არ არის და მე როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი გამაგზავნეს სტადიონზე იქ რო დირექტორი შეხვდა და 20 ბილეთი გამოვარდა. ეხლა არ გინდა იქ მისვლა და ისა 20 ბილეთი რო თქვა და დაურეკე ჩვენს მეგობარს თქვენ ყველა ისნოთ ვოვა ჯაფარიძეს და მოვედი და მომცეს ეს 20 ბილეთი დიდხანს რო არ გავაგრძელო ეს თემა და დაურეკე ყველას და ფეხბურთის დღეა სავსე აქ პინგვინში ემზადებიან სტადიონზე წასასვლელად და ვხედავ ასეთ იმას ბარ აპრაში ყველას გემახსოვრებთ ბარი აპრა დიახ იქ მუშაობდნენ ბარმენი იყო სერგეი სომეხი ეროვნების და კიდევ 3 ბიჭი სომეხი ეროვნების ხაჩი მენეშიანი და კიდევ ეს 3 თუ 4 ბიჭი მოვიდა პინგვინში დაჟდნენ იქ უნდა იყვნენ სამუშაოზე და მოვიდნენ ჩემთან რა ხდება რატომ ახვედით ჩვენს კიდევ გვინდა ფეხბურთზე წასვლა ალბათ მე ვთხარი არასდროს არ ვიდახარ სტადიონზე და ეხლა მოგინდათ წასვლა და ამ დროს მოვიდა ჩვენი უფროსი ომიკა ლოლოა ყველა იცნობთ ხო და ომიკა ამე ყველაფერი მზად გაქვსო აქ რო წახვიდო მე ვთხარი კი ყველაფერი მომზად და შეხედა და ესენი ფეხზე დგანან თქვენ რატო ხართ აქ ომიკა უნა ისინი ეუბნებიან დავიდევიჩ მე тоже хотим на футбол пойти. Какой футбол? წადით ეხლა სამუშაოზე და გაბრაზდა ომიკა და ეუბნება ამათ. Амиран тоже не пойдет на футбол. მე ვიშოვე ეს ბილეთები. მე მოვიტანე და მე არ უნდა წავიდე ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ კაცო. ისინი სტადიონზე არასდროს არ ვიდახავს. ხო და არ ვიცი საიდან მომივიდა ეს აზრი და ვეუბნები ომარ დავიდევის. აი ეს 3 თუ 4 ბიჭები ეხლა თუ მე მეტყვიან სამ ფეხბურთელს გვარს მინსკის დინამოდან მე ვიყო ოსვინდესო თუ მე წავედი ფეხბურთს და ომიკა ეუბნება გავარიჯე ვინ იტყვის რა იტყვის აზე არ არიან ვაფშე ვინ თამაშობს და გვარებიც არ იციან არაფერი გავიდა 2-3 წუთი და ვერდიქტი გამოიტანა დავიდევიჩმა ვინ არაბოტუ Ами на футбол. Да, вот так. სოხუმში ხშირად ისმოდა სიტყვა თავისუფლება. ეს უფრო სანაპიროზე იყო, ახლა რუსულად უფრო მესმოდა სვაბოდა. სოხუმში მხიარული ხალხი ყავდა თავისი შესანიშნავი, რომელიც ალამაზებდნენ ამას და იყო ერთ-ერთი რომელსაც ესე ერქვა თავისუფლება, სვაბოდა. ის იყო პინგვინის ხშირი სტუმარი. ანატოლი სვაბოდა. პინგვინში ეძინა მარადონა მხიარული კაცი იყო კიდე აპოლონი ქართველი ეროვნებით მხიარული კაცი ჯუმა ვოვა იყო გიტლერი ხო შენთან ხშირად იყო და ეხმარებოდი ყოველდღე დადიოდა ჩვენთან და ისა თხოვდა ფულს დაი რუბლი დაი დვა ჩვენ დროებით შორდებით ახლა ერთმანეთს ვირფასო მეგობრებო და ჩვენ გვექნება ბევრი გადაცემა და რა თქმა უნდა ერთ გადაცემაში ჩვენ ვერ ჩავატებთ ამ სათქმელს აფხაზეთზე მიცნობილ ადამიანებზე ვისაც ენატრება სოხუმი გინდა სულ გახსოვდეს ეს ქალაქი გახსენება იმ ულამაზესი მოგონებებით რომლის
ესე იგი მოწილე გვინდა ძალიან რომ იყოს ჩვენი ტელემაყურებელიც.